მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ისევ და ისევ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებ მადლობის გადახდით თქვენს მიმართ. მადლობა თითოეული კომენტარისთვის, თითოეული ლაიქისთვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხს. არხის მაყურებლებო, მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეოები და დამეწერეთ კომენტარები სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ამით მოხდება ენერგოგაცვლა, ვინც ტაროს მაყურებელი ხართ, ზოგადად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ენერგიებს ვეხებით ენერგოგაცვლას. გარდა ამისა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განმოგრძე თქვენთვის ვიდეოების ჩაწერა. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება, მოდით მოდუნდით, არაფერზე არ ფიქროთ და ვნახოთ, რას გვეტყვით ტარო. სამყაროს უმაღლესი ნათელი ძალები, რას გვეტყვიან, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. რა მოხდება? ნაკადში მივიღებ ინფორმაციას სამყაროს ნათელი ძალებისგან. დავიწყე გაშლა. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში რა ხვდებათ ადამიანებს, რომლებიც ახლა უყურებენ ჩემს ვიდეოს. გამოჩნდება ვინმე, არ გამოჩნდება, რა იქნება პირად ცხოვრებაში და ასე შემდეგ გავუყვეთ ყველაფერს. მეგობრებო, ადამიანი ჩანს წარსულიდან, რომელთანაც დაშორება მოხდა ხმამაღალი ტონით, ესე ვთქვათ, შეიძლება გარკვეულ შეხლა-შემოხლას ჰქონდა, კამაც ჰქონდა თქვენ შორის ადგილი. ჩანს ადამიანი, რომელთანაც გაკავშირებდათ წმინდა სასიყვარულო ურთიერთობა და სადაც ორივე მხარე ხვდებით, რომ ეს ურთიერთობა იყო საბედისწერო. ეს შეხვედრა ადამიანთან წარსულიდან არ მომხდარა. უბრალოდ ეს იყო თქვენთვის ესე ვთქვათ ბიძგი, რომ ჩაღრმავებოდით საკუთარ თავს და დამდგარიყავით სულიერების გზაზე. მომხდარიყო თქვენი ერთგვარი ტრანსფორმაცია. როდესაც სამყარო ღმერთი შემოქმედი გვახვედრებს, უმაღლესი ძალები გვახდრებენ ისეთ ადამიანს, რომლის გამოჩენამ ჩვენს ცხოვრებაში გამოიწვია გარკვეული ქარტეხილები, ნგრევა. ადამიანების ნაწილი უსასრულო დეპრესიაში გადაეშვება და ჩაიქნევს ხოლმე ხელს ცხოვრებაზე და ზოგადად ახალი ურთიერთობისთვის კეტავენ გულს და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში ხედავენ გაკვეთილს, გარკვეული პერიოდი გამოიტერებენ და მე ისეთი ძლიერები წამდგებიან ხოლმე, როგორც არასდროს და სწორედ ასეთი ადამიანები მიყურებენ ახლა მე. თქვენ ამჟამად ამ ურთიერთობას ზურგი შეაქციეთ და იყურებით ახალი ჰორიზონტებისაკენ და რაღაცნაირად თქვენ თავში აი ამ წუთას რაღაც თვითკმაყოფილების გრძნობა შეიძლება გქონდეთ. მშვიდად ხართ. ადრე თუ აფორიაქებული იყავით, ამ წუთას მშვიდ ენერგიებში ხართ. იყავით ურთიერთობაში, სადაც შესაძლოა თქვენ გასცემდით, მას აძლიერებდით, იმ ადამიანისთვის იყავით შანსი, იმპულსი ქმედებებისთვის, აძლევდით დიდ ენერგიას, უგზავნდით ენერგიას თქვენი ფიქრებით, თქვენი სიყვარულით, მას აძლიერებდით, თქვენ შესაძლოა სუსტდებოდით, მაგრამ ამ წუთას თქვენ ისე მუშაობთ საკუთარ თავზე, რომ საკუთარი თავი თავად გამოგყავთ ამ მდგომარეობიდან. ანუ ეს თვე იქნება
იმ ჩავარდნებიდან და ფსკერიდან თავის დაღწევის პერიოდი, როდესაც იყურებით ახალი მიმართულებით, ახალი ჰორიზონტებისაკენ, როცა ხვდებით, რომ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ჩადეთ, ბევრი იმუშავეთ, მაგრამ უფრო მეც იმსახურებთ, უფრო კარგს. ძალიან რთული იყო ეს ურთიერთობა თქვენთვის, მაგრამ ახლა გადადიხართ ზეიმის. ანუ სამართლიანობა ასე მოითხოვს, სამყაროს ბალანსი ასე მოითხოვს. ძალიან ბევრი გაეცით და შესაძლოა ვერ მიიღეთ. ამიტომ ბალანსი უნდა აღდგეს. შეიძლება თქვენთვის ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ როდესაც მარტო ერთი მხარე გასცემს, მუდმივად გასცემს და მეორე მხარე არაფერს არ დევს ამაში, ამ ურთიერთობაში ორივე მხარე არ იღოს ბალანსს. თქვენ ზედმეტად ბევრი გაეცით და მას საერთოდ არაფერი არ ჩადო, შესაძლოა, ანუ ისეთ ურთიერთობას უყურებთ, თუმცა ორივესთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები იყავით და ხართ ეხლაც, მაგრამ დროა ეხლა, როდესაც ფიქრობ თქვენს თავზე, მე რა მინდა, მე რა მესიამოვნება, მე რას მაძლევს ეს ურთიერთობა, მე რას ვიმსახურებ, მაძლევს ეს ურთიერთობა იმას, რასაც მე ვიმსახურებ. სამყარო სჭირდება თავგანწირული სიყვარული, თუ ეს ერთგვარი ლეგენდა იქნება და უფრო მეც ვიმსახურებ. იქნება და უფრო მეტი უნდა სამყაროს ჩემთვის და არ ვიყურებით წინ და მივტერი წარსულ სიყვარულს. დროა გაცნობიერებების, მეგობრებო, დროა ახალი ჰორიზონტებისკენ გახედვის. გრევიდან შენების, სიმძიმიდან სიმსუბუქის, წარმატების და გამარჯვების ენერგიებში გადასვლის დრო. თუ გამოჩნდება ვინმე ადამიანი გარდა ადამიანის საწარსულიდან, რომელმაც ბევრი ნგრევა მოგიტანათ და ვერ ამოგწდათ ვიბრაციებით, მეგობრებო. სინათლე ყველას იზიდავს, მაგრამ ცეცხლიც ყველას იზიდავს, მაგრამ იწვება ზოგი, ვერ შემოგწოდათ. ამიტომ ურჩევნიათ, რომ ჩააქრონ, ვიდრე ააგიზგიზონ. თქვენ რომ უფრო აგიზგიზებულიყავით, ის კიდევ უფრო დაიწვებოდა და ერჩენა რომ ჩაეკრეთ, მეგობრებო, მაგრამ თქვენ შეძელეთ და თავი დააღწიეთ ამ ყველაფერს. იმედგაცრუების მერე არ ვიცი, მეგობრებო, ისევ დიდი ალბათობით ეს ადამიანი წარსულიდან ნახეთ. ხმლების მეფე და ხმლების პრინცესა, ესე ვთქვათ. მეგობრებო, ეს ადამიანი წარსულიდან შეგახსენებთ თავს. ოღონდ შესაძლოა ეს ადამიანი იყოს ჰაერისტიკი, ან გავლენა ქონდეს ჰაერისტიკის, ან მეგობრებო იყოს ისეთ ენერგიებში, როდესაც თვითონ არ გამოდის კონტაქტზე და თვითონ დისტანცირებულია ურთიერთობიდან. ხშირად ესეთ ადამიანზე არის ხოლმე საუბარი, ადამიანზე წარსულიდან, ადამიანზე დიდი გამოცდილებით, ძალიან მოაზროვნე, ინტელექტუალ ადამიანზე საუბარი, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. იმის შემდეგ, რაც ეს ადამიანი გაიზრდება, ის ძალიან ნელა, მაგრამ გამოდის კავშირზე, მეგობრებო. ვიცი, და უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება მიიღებთ თუ არა ასეთ ადამიანს. თქვენ, მეგობრებო, სულიერად იზრდებით. ეუფლებით დაფარულ ცოდნას და გადადიხართ ქურმიქალის ენერგიებში, თვით ჩაღრმავების პროცესში. აი, საინტერესოა, საკუთარ თავში მოგზაურობა. და როდესაც ვეცნობით საკუთარ თავს, სამყარო სხვა დიდებულებით წარდგება ჩვენს წინაშე. სხვანაირი ფერები აქვს, უფრო საინტერესო, უფრო ვაფასებთ, უფრო შევიგრძნობთ.
უსაზღვროა სამყარო და ის ცოდნა, დაფარული ცოდნა, რომელსაც ადამიანის გონება უბრალოდ ვერასდროს ვერ ამოხსნის. ბოლომდე შეუძლებელია. ამ ცოდნას ეზიარებით დაფარულს, იდუმალს. მატერიალური კუთხით მაინტერესებს, აბა როგორ იქნება. დიდი ტრანსფორმაციის შემდეგ მეგობრებო, რომ თქვენს ენერგიას არასწორი მიმართულებით ღმერთო რა კარგი არკანები ამოვიდა. მეგობრებო, ადამიანი წარსულიდან გამოჩნდება, მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენს თავში აღმოაჩენთ უდიდეს ძალას, როდესაც ვიღაცა გვიყვარს, ჩვენი მთელი ფიქრები მოცულია მასზე და ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა რამეზე ვკონცენტრირდეთ. ანუ ყველაფერი დანარჩენი კარგავს აზრს. იმ დიდი ტრანსფორმაციის შემდეგ, რომელიც თქვენ გაიარეთ და გადიხართ და აუცილებლად გადალახავთ, ისეთი ძალა გექნებათ, მეგობრებო, რომ ამ ძალის წყალობით მოიზიდავთ თქვენ ვიბრაციებში მყოფ მამაკაცს, იმპერატორ მამაკაცს, რომელიც მოგცემთ ყველაფერ იმას, რაც ადამიანმა წარსულიდან ვერ მოგცათ და შექმნით ძალიან ლამაზ და ბედნიერ ოჯახს და მატერიალური კუთხე ხო ვკითხე და ისეთი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თვითონ იქნება მატერიალურად ძალიან მყარად და ბევრ რამეში დაგიდგებათ მხარში. თქვენ ამხვედით ხმლების დედოფლად, ანუ იცით როგორ ადამიანად ჩამოყალიბდებით ადამიანმა, რომელმაც გარდა იმისა, რომ შეიმეცნებთ ამ დაფარულ ცოდნას, ანუ ძალიან მარტივად გადაუჭრით წარსულს, დაუკახურავთ კარებს და გზას გადაუჭრით წარსულს და გაიხედებით ახალი ჰორიზონტები, სკენ მოიზიდავთ თქვენ ვიბრაციებში მყოფ ადამიანს, ან ვინც მაინც და მაინც ისევ წარსულს მისტირის, მინდა გითხრათ, რომ თქვენც ადრე თუ გვიან და გააცნობიერებთ იმას, რომ ეს მთელი ენერგია, რაც სხვაზე დახარჯეთ, ყველაზე ძვირფასზე უნდა დაგეხარჯეთ საკუთარი თავისთვის და მოგეხმარეთ საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის და გაგეხედათ სხვა ჰორიზონტებისთვის. ერთი ადამიანი კი არა, ბევრი და უფრო ღირსეული ადამიანი არსებობს ამ სამყაროში, ვისაც შეუძლია მოგცეთ ის, რაც ვერ მოგცათ იმან, რომელსაც მისტირი ხართ და რომელიც არასწორად მოგექცათ, მაგრამ მაინც თვლით, რომ კარმული გაკვეთილი არ ნიშნავს და კარმული ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე ერთად უნდა იყოთ. პირიქით, ეს სასწავლი ურთიერთობა რაღაცას გასწავლის იმას, რომ წრეზე არ იტრიალო, გასწავლის, გაკვეთილი უნდა გამოიტანო ამ ურთიერთობიდან. მაგრამ კარმულ ურთიერთობის შემთხვევაშიც არის, რომ თუ გააცნობიერებენ ადამიანები ამ გაკვეთილს და ორივე იმუშავებს ურთიერთობაზე, ურთიერთობა გადადის შემდეგ ეტაპზე. ამდენი რისთვის ვილაპარაკე, მეგობრებო, იმისთვის, რომ ზოგისთვის იქნება ისე, რომ გამოჩნდება მის ვიბრაციებში მყოფი მამაკაცი მას შემდეგ, რაც იგრძნობს ამ ქალურ ძალას და ენერგიას და ზოგისთვის ეს ადამიანი წარსულიდან დაბრუნდება ამაღლებული ვიბრაციებით, ორივე ერთად იმუშავებთ ურთიერთობას და შექმნით მყარ, ფუნდამენტურ, სწორ ღირებულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.